სალამი, კაი ხალხს. მოკლედ. ეხლა ვართ ამოსულები ისე ჩვენ ხიდზე, ანუ სადაც დრაგს ვატარებთ ხოლმე. ანუ ეხლა ჩემი ტევერანი ყველა მიცის. მარტო ტევერანი, სულ რომ მაგის ვიდეოები არის. უნდა იცოდეთ, რომ საქართველოში კიდევ ბევრი მაგარი სკუტერი არის რა. აქეთ აგვაქვს Thunder 3. 11000 ვატი პიკური სიმძლავრე. გავუცი ყველას ანუ ესეც გონიათ ხოლმე რომ არის რა ქვია dual tro Thunder, მაგრამ სინამდვილეში არ არის. ანუ ტევერანია. იდეაში ეს ორი მოდელი ასე რომ ვთქვათ, ერთი ქართლის წარმოებაა და ძმები არიან რა. ხო, კიდე პლუს ყველამ რო იცოდეს, საქართველოში ამაზე მაგარი სკუტერიც არის და ამაზე მაგარი სკუტერიც არის რა. და რო იცოდეთ, ეს არის გაჩვენე აბო GTR, რომლის პიკური სიმძლავრე არის 13440 ვატი. ანუ ამაზე სწრაფი სკუტერი საქართველოში არ არსებობს. ანუ დაჟე რო იცოდეთ, top 3-ში არის შესული რა, მესამე ადგილს იკავებს ჰაიპერ სკუტერებს შორის. და ეხლა ჩვენც ამოსული ვართ აგერ ბიჭებთან, ეხლა ეს მომენტი. აგერ არის თემო, Thunderis პატრონი, მფლობელი. ეს არის ჩვენი სერგო. აი ამ მონსტრის მფლობელი. ხო და მოკლედ რა უნდა გავაკეთოთ ეხლა? რაღაცა პატარა შეჯიბრებები უნდა ჩავატაროთ და რა თქმა უნდა, აი ამ ყველა მომენტს გაჩვენებთ. და რა ვიცი, იმედი აქვს ეს სიამოვნებათ ამ ვიდეოს ყურება რა. უნდა შევეჯიბროთ ტევერანი, Thunderi, დაჟე GTR, Thunderi და ასე რა, რაღაცა ესეთი კომპოზიციები უნდა გავაკეთოთ და მოკლედ ამ ყველა ვიდეოს აუცილებლად ნახავთ თქვენ. მოკლედ ეხლა გავემზადებით და ანუ დავიწყეთ. პირველი უნდა შევეჯიბროთ ტევერანი და Thunder 3. ეხლა მოვაწყობთ აქ ჩვენ, ასე რომ ვთქვათ. აი სერგო წავა დადგება რაღაცა კონკრეტულ მანძილზე. იქიდან სტარტს მოგცემს და ჩვენ დავიძრებით. ანუ არ ვაპირებთ ბოლომდე გასვლას, ასე რომ ვთქვათ. რაღაცა კონკრეტული მანძილი უნდა გავიაროთ. მოკლედ წავედი და ვნახოთ აბა ეხლა რა იქნება. სუპრემი, ძალიან ახლოს მაგას. ანუ ის წინა მომენტი რაღაცა პროსტა ცოტა ვერ გაუგეთ რა, ანუ რაღაცეები ქონდა გამორთული რა. ეხლა ჩაურთეთ. და ეხლა ხო ისე სხვათა შორის რო ვთქვათ, ძალიან ცუდი დისბალანსი არის წონაში რა. თემო არის დაახლოებით 120 კილო და მე ვარ დაახლოებით 77 კილო და ხო წარმოგიდგენთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მძლავრია და ეს შედარებით ნაკლები, იდეაში მაინც არ შეიძლება რა. ხო და ეხლა ამიტომ ჩვენი ძმა სერგო დადგება Thunder 3-ზე, მე ჩემს სკუტერზე. ის რაც საჭირო იყო გამოურთეთ, რაღაცა დაყოვნება ქონდა 3 წამი და ვაფშე off გავუკეთეთ, გამოურთეთ. და ეხლა უკვე დავდგებით და ნახავთ. ნუ სერგოც 90 კილომდე არის, მაგრამ აქ უკვე შეიძლება ასე რომ ვთქვათ ჯახი. მოკლედ ეხლა ცოტა შუაში გამოვედით, წავალთ ეხლა იქით. თემო გადაგვიღებს ვიდეოს, დაახლოებით აიქამდე უნდა მოვიდეთ რა. აი ესეთი მანძილი გვაქვს. სადღაც ერთ ალბათ 150 მეტრი. აი. სერგო მზად ხარ? ზეო. თემოც მზად არის, მეც მზად ვარ.
ვიცი, დაწინდა ახლა ვერასპორტია. ეხლა ნახავთ. რის ხვას? ეხლა ნახავთ თანდერ სამის რისხვას. დავიძარდე. ხო, მიდი და მო. გაგვიძლიერდა კონკურენცია. გაგვიძლიერდა. ახლა მეორეც და კიდე პატარა პრობლემა შეგექრო ტურბოს გილაკი ჩაგვივარდა. ასე რომ თქვა ნელა-ნელა ვასწორებ ყველაფერს. თანდერმა უნდა აჯობოს ტევერანს. სხვა გზა არ არის. წავედი. მაგრამ აქ ტევერანი მაინც ძალიან მაგარი სკუტერია ძო, მე მეტი არ მეწი. Просто მე ყოველთვის მე ერთს ვიტყვი. Просто წარმოებელმა ცოტა კაი კონტროლერი ჩაუდო ამას, სხვა მეტი არაფერი, всё. ძრავი 2000 ვატი, 2000 ვატი. დაში ამპერაჟი 40 ამპერი ამას აქვს, 35 ამას აქვს. კონტროლერშია სხვაობა. კონტროლერი წვეტა ზოგადად სკუტერში ყველაფერს, всё. აი ახლა მოვიდა აი ამ გელის ჯერი, რომელსაც რა ვიცი, რაღაცა სასწაული კონტროლერი აქვს და ამასთანაც რა ქვია, დავეჯიბრები და სხვათა შორის რატო? ესეც შევაჯიბროთ მაგას. ნუ მოკლედ ახლა უკვე ტევერანი უნდა შევაჯიბროთ. Cabo Wolfgang GTS. ოღონდ ესეთი პირობა გვაქვს რა. მე ვაყენე მე-4-ზე, სერგო დააყენებს მე-5-ზე. და აი მანდ უნდა დავწესოთ რომელი უფრო სწრაფი. მე-5-ზე ვიცი რომ აზრი არ აქვს. მაგრამ ახლა ვნახავთ მე-4-ზე იქნება ტევერანი, მე-4 სიჩქარეზე და მე-5-ზე იქნება GTR. ამ შემთხვევაში მე-5-ის პიკი აქვს 8000 ვატი GTR-ს და ამ შემთხვევაში მე-4-ზე რო ვაყენებ, რამდენი აქვს სიმართლეს არ ვიცი, მაგრამ მოკლედ ახლა ვნახოთ რა. ახლა წავალთ სევიქი და